ახლა გეტყვით ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას და ყურადღებით მომისმინეთ. მოგესალმებით. მე ვარ თათია ჩაკაბერია, კლინიკური ფსიქოლოგი და ასევე სექსოლოგი. დღესდღეობით ფსიქოლოგია არის ყველასათვის საინტერესო დარგი და ხშირად ვაწყდებით მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტერეოტიპებს. მაგალითად, მიჩნეულია, რომ კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს კარგი манипуляტორი და ზოგადად ფსიქოლოგია არის манипуляცია, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. ფსიქოლოგია შეისწავლის манипуляციებს, თუმცა ეს მისი მთავარი მიზანი არ არის. ფსიქოლოგიის მთავარი მიზანია გაუგოს ადამიანს, გაუგოს მის ფსიქიკას, მის პრობლემებს და დაეხმაროს ამ პრობლემების გადაჭრაში. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ამისთვის გავაკეთებთ ცნობილი ადამიანების ფსიქოლოგიურ გარჩევას. არ მესმის რას ნიშნავს მსუბუქი ან მძიმე ყოფაქცევა და არ მესმის ესეთი დეფინიცია ბოზი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ სოციუმში არის დამკვიდრებული სიტყვა. და არ შემეშინდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მარტივია. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალი რომელიც მოქმედებს თავისი სურვილის და კეთილინების გათვალისწინებით არის ბოზი, მაშინ მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი. თინა მახარაძე არის მსახიობი, რომელიც ასევე ცნობილია თავისი პროვოკაციული ფრაზებითა და მოსაზრებებით. ამ ფრაზებსა და მოსაზრებებს საზოგადოება საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა. მოდით ვნახოთ ვიდეო და შემდეგ დავიწყოთ ფსიქოპორტრეტის შედგენა. თუ თქვენ პორნოგრაფიად მიიჩნევთ შიშველ სხეულს და ამ შიშველის სხეულების ურთიერთობას ან ურთიერთქმედებას, მაშინ თქვენთვის პორნოგრაფია იქნება მიქელანჯელო, თქვენთვის არის პორნოგრაფია იქნება ბოკაჩო, ჟან ჟენე, მაშინ აგვზადოთ ტრიერის ფილმები, კუბრიკი, ბერტოლუჩი, აღარ წავიკითხოთ გიუნტერ გრასი, ანაის ნინი. აღარ მივიღოთ თუნდაც კონსტანტინე გამსახურდია როგორც თქვენთვის. პირველი შეხედვიდან თინაზე შემიძლია ვთქვა, რომ თინა საკმაოდ განათლებული ადამიანია. მას აქვს ძალიან დიდი ლიტერატურული ცოდნა და საკმაოდ ფართო ლექსიკონი. ადამიანი რომელსაც ვიღაც გოგოსთან რაღაც არ გამოუვიდა და ვიღაცა ბიჭმა თქვა სიტყვაზე უცხოელმა აახია. იბოღმება, რომ თვითონ არ აქვს სექსი. უწევს ბევრი ფულის გადახდა რაღაცებში, უწევს ბევრი манипуляციების ჩატარება, რომ თავისი კუთვნილი ულუფა სექსი მიიღოს. შესაბამისად არის ალბათ ცუდ ხასიათზე. თინას ახასიათებს ისეთი დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც არის რაციონალიზაცია და ასევე ინტელექტუალიზაცია. დაცვითი მექანიზმები არის ფსიქიკის ისეთი მექანიზმები, რომელსაც ადამიანი იყენებს იმისთვის, რომ ხიფათისაგან თავი აირიდოს. რაციონალიზაციის დაცვითი მექანიზმი ეხმარება ადამიანს იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მან იპოვოს ლოგიკა. იმ სიტუაციაშიც კი თუ კი ეს სიტუაცია არ ექვემდებარება ლოგიკას. რაც უფრო მეტად ლოგიკურად ახსნის ადამიანი გარკვეულ სიტუაციას, მით უფრო მშვიდად გრძნობს ის თავს. ხოლო ინტელექტუალიზაციის დაცვითი მექანიზმი ეხმარება ადამიანს იმისთვის, რომ იზოლირდეს სიტუაციიდან და შეხედოს სიტუაციას ცივი გონებით. თინა საკმაოდ ეგოცენტრული პიროვნება. მას ნაკლებად აინტერესებს სხვა ადამიანები და უფრო მიზანმიმართულია საკუთარი პოტენციალის გახსნისადმი. თინა არ გამოხატავს სოციუმთან ერთიანობის ილუზიას. პირიქით, ის ხშირად ამაღლებულიც კი არის ამ სოციუმზე, რაც ქედმაღლობის ილუზიას გვიქმნის. თუმცა ვფიქრობ, ეს რეალურად თავდაცვაა. სამწუხაროდ მე ვერ ვიხმარ ვერანაირ ევფემიზმს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ twin მიფუჩეჩებული წარმოუდგენელი ტკივილამდე ყლეები. იმისათვის, რომ თინამ არ იფიქროს, რომ საქმე მასშია, იგი განაცალკევებს საკუთარ თავს სოციუმისაგან და აგრესიაზე აგრესიითვე პასუხობს. მას არ უნდა იმის დანახვა, რომ შესაძლოა რაღაცა არასწორად მიაწოდა ადამიანებს, არამედ ის პირდაპირ ამცირებს მათ, ვისაც მისი არ ესმის. თინას არ მოსწონს ჩარჩოები. იგი ბუნებით არის ხელოვანი და ცხოვრობს ხელოვნებით. შესაძლოა თინა სექსსაც აღიქვამდეს როგორც ხელოვნებას. დიახ, არსებობს ესეთი ხედვა სექსის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია. უბრალოდ ზღვარი უნდა იცოდე. სექსუალურ ცხოვრებაში ზღვარის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ცალკე ვიდეოში. თუ გაინტერესებთ ეს თემა, დაწერეთ კომენტარებში.
თინას ხშირად აქვს პროტესტი, რომელიც უფლებას აძლევს მას, რომ იყოს ხმამაღალი. შესაძლოა ეს საკუთარი თავის გამოჩენის ერთ-ერთი საშუალებაც იყოს. რა პროტესტზეა საუბარი? ახლავე აგიხსნით. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვისაც კი, როდესაც ეს ვიდეო იყო ჩაწერილი, საქართველოში არსებობდნენ ისეთი ქალები, რომლებსაც უყვართ სექსუალურად აქტიური ცხოვრება და ასევე უყვართ სექსზე საუბარი. თუმცა სოციუმში ამაზე საუბარი დღესაც არ არის მიღებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რასაც მე არ ვლაპარაკობ სოციუმში, არ ვაკეთებ სინამდვილეში? რა თქმა უნდა, არა. მე შემიძლია დავეთანხმო ისეთ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ სექსუალური თავისუფლება არის მიუღებელი. თუმცა ჩემ პარტნიორთან ვაკეთო ის, რაც მე გამიხარდება და ვიყო ამითი აბსოლუტურად ბედნიერი. ამითი არა მარტო მე, არამედ ის ადამიანიც იქნება ბედნიერი, რადგან არც ჩემს და არც მის სამყაროს არ ემუქრება საფრთხე. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს თვითრეალიზაცია აკლია, იგი მიმართავს სხვა მეთოდებს, რომ მიიპყროს საკუთარი პერსონისადმი ყურადღება. ყველაზე ხშირი თემები არის ზუსტად სექსის თემები. თინა თავისი პროტესტული საუბრით არა მარტო თავის რეალურ აზრს გამოხატავს, არამედ ცდილობს საკუთარი პერსონისადმი ყურადღება მიიპყროს, რომელიც შესაძლოა აკლია მას როგორც ხელოვან ადამიანს ან როგორც მსახიობს. თინას არ უყვარს ჩარჩოები, ხოლო სოციუმი არის შექმნილი ჩარჩოებისთვის. ახლა გეტყვით ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას და ყურადღებით მომისმინეთ. სოციუმში ჩვენ ყოველთვის გვიწევს ზღვარის დაცვა. სოციუმის დამსახურებით ზოგ ადამიანს არ შეუძლია თავისი პოტენციალის გახსნა, ანუ სოციუმი უშლის მას ხელს. ხოლო ზოგი ადამიანი თავის პოტენციალზე უფრო მეტს აღწევს. ანუ სოციუმი ეხმარება ზოგ ადამიანს. რას ნიშნავს ეს და რაში გამოგადგებათ ეს ინფორმაცია? ეს ნიშნავს იმას, რომ სოციუმი არ იყოფა კარგსა და ცუდზე. მასში არის რაღაც საკითხები, რაც შესაძლოა მიღებული იყოს კონკრეტული სოციუმისთვის და რაღაცა არ იყოს მიღებული სოციუმისთვის. სოციუმი შესაძლოა გამოგადგეთ და გამოიყენოთ ეს სოციუმი რაღაცაში, ხოლო შესაძლოა პირიქით ხელი შეგიშალოთ რაღაცაში. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე. მაგალითად, თინასნაირ ადამიანებს არ მოსწონს ის ჩარჩოები, რომელსაც სოციუმი ქმნის და ის ყველანაირად ეწინააღმდეგება მას. თუ თქვენ ამოიცანით იგივე თვისებები თქვენს თავში ან თქვენს ახლობლებში, რაც თინას აქვს, ვფიქრობ ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ უფრო კარგად გაუგებთ თქვენს თავს ან თქვენს ახლობლებს. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რადგან წინ ძალიან ბევრი საინტერესო გარჩევა გველის.